Ყველას ფერადი და ბრდღიელადი, ლამშვიდობისა, საღამომშვიდობისა, ღამემშვიდობისა, შუადღემშვიდობისა, როცა ჩაგევარდეთ ეს ვიდეო, იცოდეთ რომ მშვიდობას გითხრით, რომელიც ესე ძალიან გვჭირდება სიფერადესთან და სიუხვესთან ერთად. თქვენ ქურუმიქალის ტაროზე მოხვდით და ეს ძალიან კარგი ნიშანია უკვე. მაშასე ფენახლა საქმიანად ხვდებით ერთმანეთს როგორც ყოველთვის და საუბარი არც მეტი, არც ნაკლები ისეთ ძლიერ თარიღზე, როგორც არის 25/06/25. ანუ 25 ივნისი არის მთელი კომბინაცია რაღაც მნიშვნელოვანი ამბებისა და ყოველ ღვთისაგან ბოძებულ დღეს, ხო იცით როგორ იმედით უნდა უყუროთ და არ უნდა დავშთეთ, არ უნდა მოგწყინდეს მასთან, ანუ სამყაროსთან, შემოქმედთან საუბარი. მაშასე არის ახალმთვარობა, არის შემოძვირფასებო სარკისებრი თარიღი, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენ მოგვეხმარება უკეთ და თავისუფლად ვიცხოვროთ. აი მაგალითად ამ დღის კოდი არის 4-იანი, რომელიც არის სტაბილურობის, მდგრადობის, საკუთარ თავში რწმუნების კოდი 4-იანი ციფრი და გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლო რაღაცები გავაკეთოთ. მაშასე ორ მეთოდს გასწავლით, რომელიც შეიძლება გააკეთოთ. კითხვები ბევრი რო არ იყოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ეკეხება მხოლოდ 25/06/25, ანუ 25 ივნისს და გადაიზიარეთ მანამ სანამ ამის დრო არის, ანუ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ მთელი დღის განმავლობაში. მაშასე რიტუალი ნომერი 1, სადაც მთავარმოქმედ გმირად ჩემს უსაყვარლეს მცენარეს დაფნას ვიხმობთ და ასევე სიბრძნის წყაროებსა და იდუმალების უმაღლეს განზომილებას სახელად რუნები და დავიწყოთ. მაშასე როგორც უკვე გითხარით, დაფნა გვჭირდება ჩემო ძვირფასო ადამიანებო და აი ეს საიდუმლო კოდი რომელიც ეხლა შემოგთავაზეთ. მაშასე მე მგონი სწორად შეგვიძლია აღვიქვა, ეს არის 4 რუნის კომბინაცია, რომელიც გადმოიტანთ აი ამ ჩვენს ძვირფას დაფნაზე. პირველი, აი ესე შეეცადეთ ყოველთვის ქვემოდან ზემოთ დაწეროთ. აი ავყვები ეხლა, აი ესე. პირველი რუნა ეს არის ნაუტისი, მეორე არის სოულო, მესამე არის ტურისასი, აი ესე იწერება და მეოთხე ტეივასი. აი ესე, ეს გავასწოროთ, აი ესე, ჩათვალეთ ის არის ზემოთ ასყორცნილი და ეს ყველაფერი გადავიტანოთ ამ ჩვენს ძვირფას დაფნაზე. კი ბატონო, გადავიტანთ ამ ყველაფერს დაფნაზე, მერე ავდგებით ჩვენი უხელით დაწერილს ჩვენი საძინებლის ბალიშის ქვეშ 25 ივნისის საღამოს შევინახავთ. დილით გათენდება, მოვკიდებთ ამ ჩვენს ძვირფას დაფნას ხელს და ჩავდებთ სად? ჩვენს საფულეში, სადაც 4 დღის განმავლობაში გვექნება ეს ჩვენი ძვირფასი დაფნა, მერე ვიღებთ და წვავთ. მიდის ჩვენგან და გვჩება რა. აი ამ პერიოდში, როცა ეს ყველაფერი უნდა, მოდი ასე ვთქვათ, ჩავწეროთ და დავწეროთ, ძალიან კარგი იქნება, რასაც ვაკვეთებთ ახლა მთავარი ეს არის, რომ ზუსტად ჩამოვყალიბოთ ჩვენი პირადი მიზანი. კონკრეტულად წარმოვიდგინოთ, რა გვინდა მივიზიდოთ, რისი მიზიდვა გვინდა. გასაგებია, ეს არ არის ფულის შემოძვირფასებო, ეს არის სურვილის მიზიდვის. მაშასე ჯერ ბალიშის ქვეშ 1 ღამე 25 ღამე, ხაზგასმით ვამბობ, მერე ბევრი კითხვებს რო არ დასვამდეთ ჯობს და მერე 4 დღის განმავლობაში საფულეში და მერე დაწვით. ესეც ასე. ეს არის 1. ეხლა გადავიდეთ მეორე მეთოდზე, რომელსაც ასევე სიამოვნებით გავაკეთებ თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის. მაშასე მეორე რიტუალისათვის რა არის საჭირო? ჩვეულებრივი მონეტა გვჭირდება, ნებისმიერი ნომინალის, ნუ ჩვენთან გავრცელებულია 1-იანი და 2-იანი, მიაღმომაჩნდა 1 ლარიანი და იქ სადაც აწერია, უნდა დავწეროთ აი ესეთი, ასე ვთქვათ, რუნა, რომლის სახელი გახლავთ ინგუზი. აი ესე იწერება, ჯერ დავწერთ 1 ნაწილს და მერე ჩავწერთ მეორე ნაწილს. დავიტანთ წითელი, მხოლოდ წითელი ფლომასტით ამის თქმა მინდა. და ძალიან დიდი სიამოვნებით აშვებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ესე გავაკეთეთ და უნდა ვთქვათ, აი ესეთი ლოცვა ამ ყველაფრის დროს. უმოკლეს დროში მოულოდნელი ფული, მსუბუქად და ჩქარა მოდის ჩემთან. უმოკლეს დროში
მსუბუქი მოულოდნელი ფული, უკაცრავად მსუბუქათა ჩქარა მოდის ჩემთან. კიდევ ერთხელ უმოკლეს დროში მოულოდნელი ფული, მსუბუქათა ჩქარა მოდის ჩემთან. მოგლეთ წითელი ფლომასტით დავიტანთ ამ ჩვენს ინგუს, აი ესე. დაახლოებით ესე. ნუ პრინციპში ისე როგორაც მოხატულია, ძალიან მარტივად, რუნა ინგუსი. აქ უკვე თქვენი ფინანსური წარმატებისათვის იქნება ყველა გზა, ბილიკი და მაგისტრალი ხსნილი. მაშას. მიხარია რომ ჩემთან ერთად იყავით, მიხარია რომ მიჯეროთ, მიხარია რომ ძალიან მოგწონთ ჩემი მეთოდებისა და პრაქტიკების გათვალისწინება. ეს არის ის რისი გაკეთებაც შემიძლია ყველათთვის განურჩევლად, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, აქ თუ არა კონტაქტი ჩემთან და პლუს ამას ძალიან ალბათ იქნება თქვენთვის საინტერესო ინდივიდუალური გაშლები, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ და მიგავშირდით და არა მარტო გაშლებს, ჩვენ ბევრ საინტერესო თემებზე ვლაპარაკობთ, როცა ურთიერთობთ პირადად და ასევე პრაქტიკაში შეგვაქვს ფულადი სიმრავლე და სიუხვე, ანუ დამზადება რაღაცების და სასიყვარულო მოძლიერებები და ქალური ენერგიების გაფრენები, აფრენები და შორს ლეველებზე, ასე ვთქვათ, ადგილის დამკვიდრებები. ეს ძალიან უყვარხართ. რას ვაკეთებთ ახლა? ეს ყველაფერი რომ ძალიან კოხტას და ლამაზად ჩაჯდეს კონტექსტში, ყველაფერს თავისი ვალი აქვს მოსახდელი, თქვენც მოიხადეთ ვალი, არ გაიქცეთ არსად და ლაიქეთ, სხვას გაუგზავნით 2506 25 კარს მოგდგომია და ბუნებას უნდა, სამყაროს უნდა და გაჯილდოვოთ. თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დებელრი და ღრმა თემებია სალაპარაკო. მე ისე მსუბუქად მინდა ვლაპარაკობ, რომ არ მინდა დაგამძიმოთ, არ მინდა რაღაცა შეგაშინოთ, არ მინდა რაღაც ისეთი დაგადოთ თავზე ბევრი საფიქრალი, ისედაც გვეყოფა ჩვენი, ამიტომაც ვფიქრობ მაქსიმალურად ვიყო ისეთი ლაითი და ამ სილაითეს დაფასება უნდა ჩემო ძვირფასო ადამიანებო. თუ ძალიან გაგეჭირდათ და მიკავშირდით და მე შევძლებ მე მაქვს უფლის განბოძებული, მე სამყარო მომცა ამის საშუალება, რომ დაგეხმაროთ და ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთო. ასე რო არ ყოფილიყო, მე არ მექნებოდა აი ეს ნაწილი, რომელიც მეორე ოთახში კიდე 3 ამდენი მაქვს, ერთვენი ერთ დღეს ძალიან მინდა ჩემს კოლექციაზე ჩავწერო ერთი ვიდეო. ძალიან მინდა სკეპტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით გავაჩვენო. კაი, იხმაურეთ, მე მიყვარს თქვენი ხმაური, თქვენი კრიტიკაც მიყვარს. და აბა თქვენც კომენტარებში რა უნდა დაწეროთ? დიახაც, 25 06 25. ყველაფერი საუკეთესო თქვენ.